შემოდგომა ხილის კრეფის პერიოდია და ვფიქრობ ჩვენთვის საუკეთესო დროა. გავარკვიო ხილის რომელი სახეობაა უფრო მომგებიანი და პერსპექტიული. ამარჯობა კახი. გაუმარჯოს. აქ მშვიდობა. გაიხარე იცოცხლე. ეს როგორ ჩანს ახალი ბაღის გაჩენებისთვის ემზადება. კი, ეს უნდა მოვყაროთ, ახალი უნდა გავაშენოთ. რატომ ამ პერიოდში? ამ პერიოდში იმიტომ რომ მოვასწროთ, მაგრამ ზამთარი მოვა, თოვლი მოვა, გაზაფხულამდე რომ დავამუშაოთ მიწა, პლანტაჟი გადაბრუნდეს, დამუშავდეს, რომ გაზაფხულზე, ადრე გაზაფხულზე ჩავყაროთ ახალი ენერგი. საკმაოდ მრავალფეროვანია ჯიშები. კი. როგორც ვიცი. ეს ყველაზე გავრცელებული რომელია? ყველაზე გავრცელებული მაინც უკვე ეხლა ბოლო ჯამში ესენია ეს წერილი ამერიკული ჯიში. ისე ძველი ქართული ჯიში არის, ის ადრე შემოდის, მალე ილევა და ამდენ ხანს ვერ ძლებს. მალე ილევა რა და ეს ჯიში დიდხანს ძლებს. უფრო უხმოსავლიანია და მაგიგულიც უფრო ხალხი ამას აშენებს. ხიდან დაახლოებით რამდენი უნდა ჩამოვიდეს? ამ ძირებზე დაახლოებით 100-150 კილო ჩამოდის, 200 კილომდე ამ ძირებზე. და ახალი პატარებზე ცოტა მოდის. რეალიზაციის საქმე როგორია? რეალიზაცია ადგილზე მოდის ყიდველი, ადგილზევე ყიდულობს და მე აქვთ მე ქალაქში და ყიდიან. ესე იგი პრობლემას არ წარმოადგენს. არა, პრობლემა არ არის, რეალიზაცია პრობლემა არ არის. ნებისმიერ დროს ყიდველი არის. რა თანხაში იყიდება? ეგ შეთანხმებით არის, ლარი 20, ლარი 10 გააჩნია საშუალო ფასი რა ადგილზე. მე ბაზარში უკვე თვითონ იციან. ვიზუალურადაც ლამაზია. კი, კარგია. კრეფაში რომ მოგეხმაროთ, ძინა. თავისთავად როგორ არა, მობძანდით. შეიძლება. სასიამოვნო პროცესია და ამას გამოვხსენ ხელი და. როდის ილევა შავი ქლიევი? ოქტომბრის აი ეს ძველი ქართული ჯიში? კი. ძველი ქართული ჯიში უკვე აგვისტოს 15-დან უკვე მოლეულია, აღარ არის მანამდე მოილია. არ ვიცი, შეიძლება ცოტა კი მოდის ხოლმე ამასთან შედარებით, მაგრამ ის იმდენად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. სასარგებლო კია, მაგრამ ცოტა მოდის რაოდენობით. კუჭნაწლავის წამალია პირველი, ის ნაღდი ძველი ქართული ჯიში რომელიც არის ქლიავი. ეს ახლა ყუნწიანად უნდა მოვწყვიტო? კი, ყუნწიანი ჯობია. მაგრამ ისეთია ეს ხარისხი არა ვარა პროფესიონალი. ხარისხით ისეთი მაგარია რომ მაინც ყუნწიანი მოიკრიფება. ეს ამ დალოცვის უეჭველი დაავადებების და მავნებლების აწუხებენ და. კი, თავი დროზე თუ არ შეწამლე, რითი წამლა ხოლო? გაზაფხულით პირველი წამლობას ვატარებთ შაბიამნით. მერე ჩვეულებრივ შხამებით რომ ჭია არ შევიდეს. დანარჩენი თვითონ მოდის. მე აგვისტოს ნახევარში უნდა კიდე ერთი მოიწამლოს რომ ჭია არ შევიდეს. დანარჩენი უკვე ხარისხით კარგი მოდის თვითონ. რამდენი ადამიანი მუშაობს ახლა ამ კრეფის დროს? ეხლა მუშაობს 8 ადამიანი. რამდენს უნდა? 25 ლარი დღეში. კარგი. კი, სასახმებით ყოველი წელიწადს როცა ვკრეფავთ 8 ადამიანი საკვდება. თითქმის 10 დღის განმავლობაში მანამ სულ მოვკრეფავთ, მუშაობენ. ისე რა მაინტერესებს? ხა აქ კიბე აუცილებლად არის ახმარე. კი, კი. ზემოთ ხო არ დატოვებ აბა ამ დალოცვას. კი, კიბე აუცილებელია, მაგრამ ეხლა ახალი ჯიში. ბაღზე არ ფიქრობ რომ გააშენო? ახალი ჯიში რო გავთ ეხლა ახალი ჯიშს, იმას კიბე აღარ ჭირდება, ჩვეულებრივ მოიკრიფება დაბლიდან. იმას აღარ უნდა ხეზე ასრულოთ, დაბალი ჯიშია და უხმოსავლიანი. ბევრად გაგიადვილებთ საქმეს. კი, შრომატევადი აღარ იქნება. ნაკლები შრომა დასჭირდება და მუშახელიც ნაკლები ენდონება. აი ამ პერიოდში ხა კრეფის გარდა რა ჭირდება? როგორ უნდა მოუვაროთ? რომ ისე მეორე წელიწადს ესეთი დახუნძლული იყოს ტოტები. ეხლა არაფერი, გაზაფხულით გასვლა, შემობარვა, სასუქების შეტანა. სასუქი რამდენჯერ შეგექ? ერთხელ გაზაფხულით. სასუქი შევიტანთ. ძვირი ჯდება სასუქის შეტანა? საკმაოდ. ჰექტარზე რამდენი გამოდის? 300 კილო უნდა ჰექტარზე რომ შეიტანო სასუქი. ახლა რამდენზეა გაშენებული ეს ბაღი? ჰექტარია, მაგრამ 60 მიასედი არის ხმოი არის და 40 ახალი გაშენებულია იქით. ეხლა 2 ჰექტარს ვაშენებთ კიდე გვერდზე. სრულ ფაზაში როდი შედის? როდი შეიძლება რომ კარგი მოსავალი რომ მივიღოთ რამდენ ხანში? სრული დატვირთვა სადღაცას 5-6 წელიწადში უკვე სრული დატვირთვით ისხავს. გაშენებიდან. მანამდე დიდი დანახარჯის გაკეთება მომიწევს სიტყვაზე რომ დავაპირო ქლიავის ბაღის გაშენება? დათვლილი არ გვაქვს, მაგრამ საკმაოდ ჯდება რა, თანხა გარკვეული თანხა ჯდება, იმიტომ ენერგია თვითონ ძვირი ამისი. და სატყიდულობთ ერთხს. ჩვენ ადრე შევიძინეთ ქარელის რაიონში, ეხლა ჩვენ თვითონ გამოყვავს. რო შეიძინეთ რამდენი მიეცით? ერთ ნერგში მივეცით 5 ლარი მგონი თუ 5.50. ჰექტარზე რამდენი მიდის? 330 ძირი გვაქვს დარგული ეხლა აქ. ეს რაც სხმოიერედი, ისე 550 ძირია სულ დარგული ჰექტარში. დაჩვენება როგორი უნდა იყოს? 4-5-ზე, 4 მეტრას სიგრძეში, 5 მეტრას სიგანეში. მიწა უნდა მოვიდეს დაახლოებით 50 სანტიმეტრი დარგვის დროს. ადრე გაზაფხულით უნდა დაირგოს, რომ
ფესვი ადვილად გაიტანოს. წყალი ჭირდება. კი, წყალი აუცილებელი. დაახლოებით 7 ჯერ მაინც ავწყავთ ამბახს. განმავლობაში. კი, აგვისტოს შუა რიცხვებამდე ვწყავთ, მე უკვე აღარ. მე რატო არა? მე უკვე აღარ უნდა, მე წყალს ბევრს აიღებს, უკვე რბილდება თვითონ ნაყოფი და აღარ უნდა. უკვე ხარისხიანი აღარ გამოვა. კი, ნაყოფი რბილდება და ხარისხი აღარ აქვს. ისე შეინახვა მაინტერესებს, ამდენ ძლებს ესე დასაწყობებული რომ შეინახო. მაცივარში თუ ჩააწყობ გაძლევს და ისე მაქსიმუმ 3-4 დღე მოკრეფილი. ჭრილში რო იყოს მზეზე, მზე არ უყვარს. ტრანსპორტირება? ტრანსპორტირება სიტას ჩოულებელი. ესე იგი სადაც მინდა იქ წავიღებ, ამას გასაყიდავს. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ ადრე იყო შარშან მაგალითად უკრაინაშიც გაიტანეს. ანუ ესე იგი რეალიზაციის ბაზარი პრობლემა ნამდვილად არის. რეალიზაცია პრობლემა არის. ნებისმიერ დროს თავარია მოიყვანო, არა? მოყვანა თავად კაკილო პრობლემა არის. ვინც გააშენებს არინანებს. მით უმეტეს ჩვენი რაიონი, შიდა ქართლი, ძალიან მიწა არის ისეთი კარგი, რომ ძალიან კარგი მოდის ქლიავი. 1 გექტარში გაშენებული ქლიავით შეგიძლია რომ ოჯახიც არჩიო და იმდენი დააგროვო თანხა, რომ მთელი წლის განმავლობაში ყველაფერში გეყოფა. აი ხა მაგალითად, აი ამ ჰექტრიდან რამდენი უნდა ჩამოვიდეს, რამდენი ტონა? აი თლათ რომ დაიტვირთოს ჩვენი ეს 1 ჰექტარი, სადღაცას უნდა მოვიდეს 40 ტონამდე. მინიმუმ ლარზე ნაკლები ხوارღის არის 40,000 ლარი. სადღაცას უნდა გიждდეს 15,000 ლარამდე თავიდან ბოლომდე მოყვანა. არც დაждდება მაგდენი. თუ ჩამოვარდი ქლიავის მთელი მოსავალი ჩემ კუნალობაში დაგიждდება კახი. აი მაგიტო ვაშენებთ ახლა იმ ახალ ჯიშს, რომელსაც კიბე არ სჭირდება და არავინ აღარ ჩამოვარდება. ისე ჩამოვარდლა ვინმე, თუ პროფესიონალები არ ვარდებიან. ესენი ისეთი მკრეფავები არიან, არავინ არ ავარდება. აი როგორი მოსავალია მე გვაქვს ახლა ჩვენ ყიდელებს როგორ მოეწონებათ. რატო არ უნდა მოეწონოთ? კარგია, თან თქვენი მოკრეფილი. ჩაუყაროთ. ესე იგი შევალამაზოთ რომ ყიდელებს მოეწონოთ. გავასწოროთ. ამ ყუთში რამდენი უნდა ჩავიდეს? რამდენი ჩადეს საერთოდ კილო? 20 კილომდე ჩადის ამ ყუთში. ვიზუალურად ძალიან ლამაზია, გემოთი გავსინჯეს, შესანიშნავია. აბა დავით, ყიდული გველოდება. თან არ მოგეხმაროთ? კი, წამო მობძანდი. ესენი? ეგენი იყოს. ოპა. ეს მიგვაქვს ახლა ყიდულთან. ეს ისე რაღაც საინტერესო მანქანაა რაღაც. კი, ეს სოფელში. კი, სოფელში აწყობილი ამ თვითონ აწყო. ძველი მანქანა ყავდა დაშალა ის მანქანა და აწყო ეს. კუსტარულად თვითნასწავლი ხელოსანია და ამითი გაგვაქვს რა ბაღის თავში, იმიტომ რომ დიდი მანქანა ვერ შემოდის. ეს ჯობია. 15 წელიწადია უკვე ამ ტრანსპორტით სარგებლობთ. ხარჯი ნაკლები უნდა საწვავი და ადვილია უფრო და ხარჯი ნაკლები რო უნდა, ყოველთვის მომგებიანია ყველაფერი. აბა რა, ეკონომიაზე უნდა ვიფიქროთ. კი. გავიტანთ ახლა მყიდველს გადაუწონით. აი ამას ბევრს გონია რომ ქლიავის მოყვანა ძალიან დიდი შრომატევადია და თვითონ ძალიან ბევრი თანხა უნდა. სინამდვილეში ბევრი არაფერი არ უნდა. ამისგან იმდენი შემოსავალი მოდის, ბევრს სიზმარში ვერ ნახავს, იმდენი არის შემოსავალი. აი ამას როცა გააშენე, ვერ თვითონ ნახავთ რომ ახლა მომგებიანი ყოფილა და კარგი ყოფილა. გაიხარე. მე ახლა აღარ მოგასწრე შენ. აბა დავით. ხელი ნახეთ ბიჭები. კარგად, გაიხარე. როცა ჩამობრძანდები, ყველანაირად დაგაკვალინებთ რაც უნდა როგორც უნდა. იცოცხლე. აბა ვაჟა დაუწევ. ჩვენ სამშობლოში შემოდგომაზე ერთი ხილის მოსავალს მეორე მოსდევს. ამიტომ ახლა კარალიოკის ბაღში გაჩაღებულ კრეფას ვეწვიოთ და გავიგოთ, რამდენად მომგებიანია ამ კულტურის გაშენება. დაიწყეთ ვედროები მოიტა ზურა ეგენი სათითაო რომ ეს ცალკე დაიკრიფოს ესენი. მიეცი ნელ-ნელა დაგრიფეთ ზაირ. აჰა, ეგენი ცალკე ჩაყარე. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოკლედ ესე იგი წვიმა და ავდარი არ გაშინა. თუ მუშაობა გინდა ესეა კაცო. კიდევ ხო შეგვიძლია მოგახმარებით, ხო შეიძლება? კი ბატონო, როგორ არ შეიძლება? მაგაზე კარგი რა არის? ბატონო. წვიმა და ავდარი არ გაშინებთ, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნილება რა თქმა უნდა, აგე რა, შენს ყიდველები ხო აქ არიან? საიდან არის ეს ხალხი ჩამოსული? ეს არის სომხური მოსახლეობა. თვითონ სომხები არიან მარნეულის რაიონიდან ჩამოსულები და შესყიდვაზე არიან ჩამოსულები. აქვთ მე ერევანში. იქ ძალიან კარგი გასავალი აქვს. ჩვენ საქონელს და ესე იგი ძირითადი ბაზარი მარტო სასუნხეთია ჩვენი? არა, სასუნხეთი არ არის. უკრაინაში გადის, რამდენიმე წელიწადი არის. ძირითადად უკრაინას მიაქვს. ეხლა მოგეხსენებათ, რომ უკრაინა რადიაციით არის დაბინძურებული და ამ კარალიოკში არის იოდის საბადო ბუნებრივი. ხო და ამათ ხო იციან ესა და უფრო მეტი გასავალი აქვს ამას ხურმას, კარალიოკს. სხვაგან
ევროპაშიც გადის, მაგრამ ევროპაში რო გავიდეს, სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს. ევროპის ბაზარი სხვა მოთხოვნილებას აყენებს საქონლის მიმართ. შეფუთვა უნდა იყოს განსაკუთრებული და ჯერ იმ დონეზე არ არის ჩვენთან მისული. აი ევროპაში შეფუთვას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საქონელი შიგრა არის. აი და ეს არის თავისებური აი ბაზარს ხო თვითონ უნდა მოერგო, ბაზარი ხო არ მოგერგება რა, რაც აყენებს მოთხოვნილებას, ის უნდა ჩაუტანო. შეიძლება ჩაუტანო, შეუფუთავი და ძალიან კარგი საქონელი იყოს, საერთოდ არ მიიღოს იმან. აქ უნდა ჩარჯეს სტანდარტში. ერთი ხიდან რამდენი კილო ჩამოდის? ხე სანამ სრულ ხმერებაში შევახო უნდა 1 3 4 5 წელიწადი, მე-7 წელიწადს იძლევა სრულ მოსავალს და თავიდან ვერ განსაზღვრავ ახლა გინდა 1 კილო ჩამოვიდეს რა მნიშვნელობა ნიშანი მოგცეს და დანარჩენ შემთხვევაში უკვე როცა გაიზრდება ხეა და 1 ჰექტარზე 350 ძირი მიდის 5-6 რო დავარგათ 1 ძირიდან ჩამოდის თავიდან 100 150 200 კილოც მომიკრეფია და უფრო მეტიც რა თქმა უნდა აი რაც მეტად პატრიციას ხეს და მეტად სასუქებით დაანებიურებ უფრო მეც იძლევა და ხარისხია რასაც დათესავ იმას მოიმ აი ეს არის მოჩენილი საკითხია მე როგორც ვიცი უამრავი ჯიშია კარალიუჩი. ხო, საქართველოში დღესდღეობით 80-მდე ჯიში არის აღრიცხული. ეგ შემოვიდა 1888 წელს შემოვიდა ჩინური წარმოშობის არის და შემოიტანეს პირველად აფხაზეთში. 5 წლის შემდეგ შემოიტანეს აჭარაში. ჩაქვში კერძოდ და აქედან გამრავლდა. რო ნახა ხალხმა რომ მოსავლიანია, გემრიელი საჭმელია. ისე ჩვენთან იყო კავკასიური ხურმა, ეხლა ამის საძირედ გამოდგება. ეს კავკასიური ხურმა არის ჩვენი ძირძველი სახეობა, ტყეში გვხვდება ერთეულების სახით. წვრილს რო ისყავს, საჭიტები რო ჭამენ ხოლმე ზამთარში. ხო და ის საძირედ არის ძალიან კარგი, მაგრამ იმას საბაზრო დანიშნულება ნამდვილად არ აქვს. იმას ბაზარში ვერ გაიტანო. საძირედ კარგი არის. მოთხოვნილება ჯიშების მიხედვით არის რა თქმა უნდა. ეხლა მე რო ამას რო კრეფავთ, ამას ქვია ფუიუ. კარალიოკი არის ამ სახელდასახელებით ფუიუ. ხო და ამისი მოთხოვნა უფრო სხვა არის ხურმა რო არის, აი წვეტიანი ხაჩია ხურმა მიდგა აქ რა ერთეულების სახით აქა. იმისი მოთხოვნაც არის, მაგრამ ის უფრო სეზონურია და გვიან იკრიფება, გვიან შედის მსხმერეობაში, ადრე სიმწყლარტი ახასიათებს, სანამ მოიწევა და მე უკვე ნახევრად რო არის შემწიფებული, იკრიფება, ლაგდება და მე გადის ბაზარში ზამთარში და ძვირად იყიდება. ეხლა იმის ენერგიაცია მაქვს გამზადებული და გაშენებული მაქვს. აი ფასები მაინტერესებს როგორია ჯიშების მიხედვით? ფასები თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა მე ბავშვობაში მახსოვს რომ 10 თეთრი და 10 კაპიკი, 20 კაპიკი ღირდა და ეხლა ხან მოთხოვნილება გაიზარდა. მე დავიწყე ამის გაყიდვა 1 ლარად. დაახლოებით ოქტომბრის 5 რიცხვში დავკრიფეთ პირველი 1 ლარად. მე რა თქმა უნდა ხან გამრავლდა და შემოვიდა, გამორჩევით უკრეფავდით. მე ცოტა დაიწია ფასმა და ამ წუთას მე 50 თეთრად ვაბარებ. 5 თეთრი კრეფას მიაქვს და ჩაწყობას, თუმცა ჩაწყობი თვითონ აწყვევენ შემსყიდველები. ხო და მიდის 50 თეთრი. რამდენზე საერთოდ გაშენებული? მე ახლა ესა მაქვს გექტარ ნახევარზე მაქვს გაშენებული და კიდევ ვაპირებ იქ ქვემოთ ადგილები მაქვს, სადაც ნაატმარი არის, ნაატმარში კი ბატონო ნატამი მოდის, მაგრამ ის ნატამი ხო იღებს თავის საკვებს რაც უნდა და მე ხელმეორედ დარგვის დროს ნაკლებ ეფექტს იძლევა. ბევრი უნდა სასუქები. და ამისათვის ხურმას ვასახლებთ იმას. ამასაც უნდა სასუქები, რა თქმა უნდა, აზოტის მიმართ არის ძალიან მოთხოვნი და ცხოველური საკვები ნაკელიც უნდა. დიდი რაოდენობით არ ამგონია. არა, დიდი რაოდენობით ახლა გადაჭერბებული არაფერს არ უხდება, მაგრამ თავისი ზომა უნდა ჰქონდეს, ყველას უნდა ნიადაგი შეისწავლო იქ რა აკაკლია ნიადაგს. ეხლა ჩვენთან ნიადაგს ძირითადად აზოტის სიმცირეს განიცდის, ამდენი ხნის მანძილზე რომ მოყავს მოსავლები, ხო ის აზოტიდან იფიტება რა. ხო და აზოტი შეგვაქვს ხოლმე და მანამდე ფოსფორი, კალიუმი შედის. ამას ფოთლიდან კვება სარექომენდებარება, ეს ნაკლებად არის. ხო და ჯიშებს რაც შეეხება ჩვენთან აი არის ჯიში, კი 80-მდე ჯიშია, მაგრამ ის რაც არის წამყვანი ჯიში და რაც მოთხოვნილება არის, ეს არის ძირითადად 3. ჰიაკუმე, სინონიმი ქართული არის კარალიოკი, რომელიც ხასიათდება მაღალი შაქრიანობით, 20%-მდე შაქარი არის. შაქარი აქვს, როცა დამტვერით ვიღებთ, მაშინ უფრო ის გამოდება ბევრ სინვითარებს შიგნით თესლს. ხო და გემური თვისებებით ხასიათდება. მე ამის საჭირეთად შეიძლება ამის გამოყენება. არის მეორე ჯიში თვითონ საჭირეთი, რომელიც გამოიყენება აჭარაში არის დარაიონებული, ზენჯი მარუ ჰქვია.
ხო და ამისგან გამოდის უფრო მაღალ ხარისხოვანი ჭირი, ძირითადად იქ მისდევენ ჩვენთან ეს ერთეულების სახით რო არის ნაკლებად აკეთებენ ჭირსა აქა. ხო და ის რომელიც არის აი კარალევსკი ხურმას ეძახიან, ეს არის სამეფო ხურმა, ხო, ხაჩია ხურმა. ეს უფრო, მაგრამ ამას დიდი ხანი უნდა მოწდა, სადღაც დეკემბრის შუაში იკრიფება, სანამ ყინვა და არ ტყავს. ხურმასაც იგივე ფასი აქვს, როგორც კარალევს? ხურმას მეტი ფასი აქვს, ორმაგი ფასი აქვს ხურმას. მაგრამ ეგ არის მაგისთვის, რომ გვიან რო არის, ხან ნადრევი ყინვებია და ამის ირვეშინიათ ხოლმე კრეფავს მოსახლეობა და ასაწყობებს. წესი და კანონით როდის შემოდის? წესი და კანონით ნოემბრის შუაში შემოსული არის უკვე. ხარჯები რო არ წავიდეს სამაცივრე დანადგარებში მეტი, ამისათვის იყოს ხეზე ისე ჯობია, იმიტომ რომ მოკრეფის პერიოდში რომ მოკრიფოთ ჩვენ ადგილზე დამწიფდება ადრე. ხო და მოიკრიფება მერე ნოემბრის შუაში დასაწყობდება. მაცივარში შეიძლება შეინახოს ახლა ახალი ტექნოლოგიებთან ინახავენ მაცივარს თებერვლამდე გაზრდებს ხოლმე. ჩვენთან არის მაგის საშუალება. კი, როგორ არ არის? კი, სულ ყველგან არის, ეგ ჩვენთან ახაშენი არის, სოფელი იქაც გააკეთეს. არის კაჭრეთის კაჭრეთში არის ეს სამაცივრე დანადგარები და ნიკ ასაწყობებენ, მე იმის შემდეგ მიდის რეალიზაცია და ახალი წლებისთვის წარმოიდგინეთ ახლა სუფრაზე რომ ეგზოტიკური ხილი გქონდეს, გინდა უკრაინელს, გინდა სასონხეთის მოსახლეობას, ხო უფრო ძვირი იქნება, რა თქმა უნდა. ჩვენ არ ვიძახით მაგაზე. რა თქმა უნდა, არა გაწევას ლაბორატორიად არ ვიძახით თუ არს. ხო. ეს არის სუბტროპიკული კულტურა არის, ამის გაშენება ხიხატიან ადგილებზე არავის არ ურჩია, იმიტომ რომ რწყას მოითხოვს ხოლმე წყლის მიმართ არის მომთხოვნი. ეს უნდა გაშენდეს შედარებით ნესტიან ადგილებზე, დამუშავება ჩვეულებრივი უნდა, სხლა ერთხელ უნდა მხოლოდ რომ დაფორმირდეს და საყრდენი ჰქონდეს. კარგი და მე თვითონ მაინც როგორც გინდა გასვლას ლიდერზე მიდის და თუ ისე გასხლა რა ჯამისებურად რა მოვიღებთ რა მე კრეფის დროს ეს ცოტა სუსტი ტოტი არის იმისი და გადაიხლიჩება და ტყდება. ხო და არ უნდა იმდენი სხლა თვითონულის თავის თავს. და თავარი ერთი კიდევ რა არის ფერმერი რო გააშენებს და რო დადის რახან სხლას არ ემორჩილება ეს იმას კი არ ნიშნავს ეს კრეფის დროს ისხლება და აგერ კვირტები უმცირდება კრეფის დროს. ხო და ყველაზე ცუდი მცენარისთვის არის მექანიკური დაზიანება. ერთმანეთს შეედება ხეები. ეს დროთა განმავლობაში ქარები თუ წვიმების დროს იხეხება. ხე და უნდა რაც სასურველი არის ის უნდა დავტოვოთ და დანარჩენი უნდა შევაჭრათ ზედ ძირში რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ჭრილობის გადაფარვა ხისგან. და მე ეს რო შეიჭრება აუცილებლად არის ესეთი პრეპარატი ბაღისმალამო ჰქვია. ეს ბაღისმალამოთი უნდა შეიღებოს, რომ აქედან დაავადებები არ შევიდეს. და დანარჩენი არა ესეთი დიდი მოვლა ამას არ შეჭდება. კულტურა არის. არა, ნამდვილად არ არის. არაფერი არ უნდა ადამიანს ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ახლა კულტივაცია რა თქმა უნდა თავიდან უნდა, მაგრამ ბოლოს ახლა ისეთი ისინია გამოსული გერბიციდები, რომ ნებისმიერ ბალახს გააქრობს სადაც გინდა. და ბალახი უშლის ხელს? როგორ არ უშლის ბალახი სარეველაა და ყველა კულტურას ართმევს, საკვებს. ხო და მაღლა დასახლებულს ახლა მე აქ რამდენჯერმე შევიტანე გერბიციდი რამდენიმეჯერ და აღარ არის გაქრა ბალახი და აღარ შეაწუხებს. კულტივაცია სანამ შეძლებს უნდა მე რო გადაიფარება ტოტები და შიგ ტრაქტორს ვეღარ ვატარებთ. აი ეს არის მაშინ თუ წყლის რეჟიმს კარგად შეუნარჩუნებთ და რწყვის საშუალება გვაქვს ძირის დამუშავებაც უკვე ვეღარ შევძლებთ პრაქტიკულად. თუ დავამუშავებთ ზედაპირულად, მაგაზე კარგი არაფერი არ არის, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, ახლა აქ როგორ უნდა მოხდეს რა მაგის დამუშავება. ამისათვის წყვით უნარჩუნებთ წყლის რეჟიმს, დანარჩენი კიდე სასუქების შეგვაქვს თოვლზე. რომ დანაკარგი არ გქონდეს. ახლა აზოტიანი რო პირდაპირ შეიტანო, ჰაერში აორთქლდება და 10%-საც ვერ მიიღებს შეტანილისას. ზამთარში როცა ვატყობთ, რომ ხო, რა თქმა უნდა, რომ ვატყობთ, რომ ბოლო თოვლი არის, მაშინ ვაყრით. და მე თუ კიდევ შეგვიძლია რომ შუალდურად გამოვკებოთ, რომ კარგი მოსავალი მოგცევს სცენარემ, დავალბობთ ხოლმე ამას, გვარჯილა არსებობს და წყალთან ერთად შეგვყავს მწკრივთა შორის. კიდევ რა არის იცით მორწყვის დროს უნდა ვეცადოთ რომ მთელი ტერიტორია არ მოეწყოს თუ გაშვებული არის ზღარი უფრო უკეთესი არის რომ ღარში რომ მიდის წყალი სარეველებს აღარ არწყავს და დაბლიდან მცენარეს იჟონება მცენარესთან მიდის და უფრო კარგი არის მას ზედაპირულად რომ მოურწყა და მთლიანად მოუღაროთ ხო სარეველად სამოა და უფრო შეაწუხებს ხო ამისათვის აი ეს ტექნოლოგია უნდა დავიცვათ დანარჩენი რა ის ისეთი არაფერი ძნელი მოსავლელი ეს არის მე რამდენი წელი 90 წელში გავაშენე ეს კულტურა და იმის შემდეგ 3 წლის მერე დაიწყო მოსავლის მასება ზოგმაიცის გვიანიზდება არაფერი გვიან არ იზრდება ხელს თუ შეუწყობს სასწრაფოდ მოდის კონდიციაში მეორე მესამე წელიწადს უკვე მოსავალს იძლევა ტყეში მუხასა და რცხილასაც კი უჩნდება დაავადებები ეხლა ეს რო არის დახეთქილი კანი ეს არის მავნებლებისთვის სასტუმრო
მავნებელი მწერი იბუდებს, კვერცხსადებს და მე იმის შემდეგ რა თქმა უნდა ბუნებაში ვრცელდება და ცუდი არის. ამისათვის მრავალწლიან ნაზარზე ნავთკირის ემულსიას ვამზადებთ. ეხლა მქონდა მე 2 წლის უკან გავაკეთე და იმის შემდეგ არა ან გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ნავთკირის ემულსიას უსვამთ, ამას თავისი ფორმულა აქვს, რამდენი რა დოზით უნდა ვისაც დაინტერესებს მე შემომეხმიანება და ვაძლევ ხოლმე რეკომენდაციას. ისე ახლა მე რო გამიფრთხილოთ ეგრე არ შეიძლება. როგორ არა 100 ლიტრა წყალზე უნდა 15-18 კილო კირი გავხსნათ, მე ერთი ვედრო უნდა აყალო მიწეს რომ მდგრადობა ჰქონდეს რომ დაიჭიროს და ყველაფერ ამას რო ერთად შევაძავთ, მივიღებთ რუხ მასას. ეს მაგის კი არ შეგვეშინდეს რომ შეიღებება, მე ეს ჩვეულებრივ გათეთრდება და ამას რო ყველაფერს მოვჭერთ, უნდა დავამატოთ 5 ლიტრა ნავთი. არავითარი სალიერკა და ბენზინი, ნავთი. ნავთს აქ მოქმედების უნარი ისეთი რომ აქ არსებულ კვერცხებსაც სპობს მავნებლებისას და ამას შევღება და ამის პირველი დანიშნულება არის ის რომ შეღებილი მზის დარტყმას უძლებს და კანი აღრასკდება. აი პირველი ეგ ნავთკირის ემულსიის დანიშნულება არის ეგა და იმის შემდეგ კიდე არის როგორც სანიტარული მოქმედება, ესეთი ისა აქ მოქმედება. ხო და დანარჩენი რა ხეთს რაც ლაღად გაიზრდება თუ საშუალება არის მე დავაყოლებ ხოლმე და ესეთი რკინის პირიანი ეს არის პაკლის ვეძახი ჩვენ ამას ჩავაფხეკინებ ხოლმე გვერდებს რომ რაც შეიძლება ჯანსაღად გამოიყურებოდეს ხე და უფრო კარგად გაიზარდოს და ეს არის ამის სიმეულის ყველაფერი რა დანარჩენი წყალი სასუქი და მორჩა კრეფა საინტერესოა ნერგი ვიცი რომ გამოყოთ დიახ რა დამიჯდება ნერგი რო დავიწყო ამის გაშენება. სარდუჯავში ამის ნერგი 5 ლარიდან იწყება და 3 ლარამდე ჩამოდის. გააჩნია წელიწადი როგორი მოთხოვნა არის. ხალხი ხო ვიცით რომ ერთ წელიწადს რო კარგად გავა, იმის შემდეგ ყველა ცდილობს რომ თვითონ გააშენოს. ხო და რა გასწორება 3 ლარიანსა და 5 ლარიან შორის. ეს ორი ვერცხლიანი ნერგი იქნება. რა თქმა უნდა, არა ვიზუალური განსხვავება არის. როგორც საბაზრო ღირებულოა, რომელიც ბაზარს თვალი ჭამს რომ შეხედავს, დიდი მოსწონთ, მაგრამ იმ დიდმა რომ ხონდა ასაზრდოოს. ფესვი პატარა აქვს, რომ შეიჭრება, პიკირება რომ მოხდება ამის ხო, ანუ უნდა გაზარდოს ესა. მე გადარგვის დროსაც აქვს მნიშვნელობა, რა დროს გადაირგვება, როგორ ჩარგავ, ადრევე თუ გადაირგა და წყალი აუცილებლად უნდა დაესხას, გინდა თავსხმაწვიმა იყოს, როგორც გინდა სინესტე იყოს, უნდა უჰაერობა იყოს იქა. ხო და არაფერი მე მოვლის დროს კიდე უნდა გავუმეორო ერთი კვირის შემდეგ და ამის შემდეგ როცა დაიწყებს აღერებას, მე უნდა გამოვკვებოთ აზოტიანი სასუქებით, რომ რაც შეიძლება მე ადგილზე გაიზარდოს დიდი. აი მანამდეც კი არა ნერგი შეიძლება მე შემიძლია გადავამსხვილო წყალი მიუშვა და გავუკეთო ისეთი პროცედურები რომ ძალიან დიდი გამოვიდეს, მაგრამ არა საშუალოა ყველაზე მისაღები და კარგი. რაც შეეხება იმას კრიტაშორის გადარგვას, თავიდან რა თქმა უნდა საბაღე ნიადაგი უნდა მომზადდეს, დამუშავდეს და ჩვენ ახლა ამჟამად 5-6-ზე ვყრით. მწკრივთა შორის უნდა იყოს 5 მეტრა და რიგებს შორის უნდა იყოს 6 მეტრა, რომ მოხვნისთვის, მე მოსავლის გამოტანისთვის უფრო ადვილი იყოს, ტრანსპორტირება უფრო გაადვილდეს. ეს არის სხვა არაფერი. ნებისმიერ კაცს ეხლა რომ მოგაკითხოთ და ნერგი იყიდოს თუნდან? დიახ. ამ ყველაფერთან ერთად კონსულტაციას ხო გავუწევთ? რა თქმა უნდა, დღე 1-1000 მირეკავს რომ რა გავაკეთო და მე ვთხარი მე რასაც გეტყვი ზუსტად შეასრულე და ამაზე ვაგე პასუხს კაცო. მე ხშირად არის ხოლმე რომ წამიყვანენ და მეტყვენ აი აქ რა დავასახლო. რა მცენარე შეიძლება გამოდგეს და ყველა მცენარე ხო არ შეიძლება ერთ ადგილზე დაირგვას არა. დავისწორე. ხო, აი ესე არის. ჩვენი კუთხე მაგალითად ახლა კახეთში ყველა მცენარესთვის მისაღები არის. თუ აი ყინვები ძალიან არაშინებს იმ მცენარეს ყველაფერი შეიძლება გადაირგვოს. ოღონდ ნიადაგი უნდა შეირჩას. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გონია რომ ეს დალოცვილი მიწა კი მართლა დალოცვილი და ყველაფერი მოდის. მართლა არის დალოცვილი, მაგრამ ამასაც უნდა კარგად გამოიყენო ნიადაგი. აი 90-იანი წლების შემდეგ დათო მე რო დავაკვირდი აგრონომიული სამსახური თითქმის ყველგან აღარ იყო რა. პრაქტიკულად ვისმეს რომ ქონდა საშუალება რომ სდომებოდა რომ ისულიყო და რეკომენდაცია იყო, აი აგრონომია აღარ იყო. ხალხი მაშინ ხო გახსოვთ რა პერიოდი იყო და არც სამსახურები იყო ესეთი. იმ შემდეგ მოდის და მოდის ესე. ეხლა აი დღესდღეობით კახეთში არის კაჭრეთის სასწავლო ცენტრთან არსებული ესეთი დაწესებულება ფერმერთა გადამზადების ცენტრი. აქ ვიღებთ ძალიან დიდ ცოდნას. აქედან თბილისიდან ჩამოდიან პროფესორ მასწავლებლები და რაც სიახლე არის მსოფლიოში კომპიუტერული სწავლა არის. აი იქიდან ვიღებთ და ეს არის ალბათ მეორე ინსტიტუტი. აქედან მინდა რომ კმაყოფილება გამოთქვა და დიდი მადლობა მოუხადოთ ჩვენ პროფესორ მასწავლებლებს. ძალიან მიხარია რომ ამ შემლამაზ ქვეყანაში ბევრ თქვენაირ პროფესიონალს პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. კარგად ბრძანდებოდეთ. იცოცხლე. მადლობა.